ახალი ქართული პოეზიის ფუძემდებელი. სიცოცხლეშივე შეიყვარა ხალხმა და აღიარა მშობლიური პოეზიის კლასიკოსად. იგი იყო ქართული ლექსის ჯადოქარი, მეფე პოეტი, ადამიანთა უწმინდესი ოცნების მესაიდუმლე, ჩვენი საუკუნის უცნაური ლეგენდა. მეგობრებო, ჩვენი გზა გასწევს წელთა მრავლობას. იგი მუდამ დარჩება ხსოვნად შთამომავლობას. სოფელ ჭყიშში, ვანის რაიონში 1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა გალაქტიონ ტაბიძე. გალაქტიონის დედამ მაკრინე ადეიშვილმა 6 წლის გალაქტიონს წერა-კითხვა შეასწავლა. ცვრიან ბალაღზე თუ ფეხში შველა, არ გავიარე რა მამული, წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ შრიამული. გალაქტიონი ტკბილად იგონებს მამასაც, მის უკანასკნელ სიტყვებს დედისადმი, ბავშვებს მიხედე, გაუნათლებელი არ დატო. გაშალა ველი ნელმა ნიალმა, და მელანდება მემის წიაღში მოხუცი მამა, სასხლავით ხელში დადის ვენახში. აქ გალაქტიონის წინ პირველად გაიშალა ნისლის ქულები დასერილი საარაგოცის ბრწყინვალება. იმერეთის თვალწარმბაცმა ბუნებამ, რომელსაც მთვარით ნაფერი ვერცხლის საბანი ეხურა, ჯერ ისევ ბავშვს შეაგრძნობინა თავისი ქვეყნის სილამაზე. ამ სასაფლაოს ხშირად დაუფიქრებია მომავალი პოეტი. აქ იგრძნო მან პირველი ფიქრი მარადილულსა და ეფემერულზე. ქარი ქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ, ხეთარიქს, ხეთაჯარს, რკალათხვი, სადახარ. სიმაღლეების მოტრფიალე პოეტი შორს, ძლიერ შორს მიესალმება კავკასიონის მთებს. ბავშვობიდანვე ის სიშორემ ტანჯავდა ერთი, ლაჟვარდოვანი მიტაცებდნენ ნაქერალები, დავკითხულობდი, ოცნებობდი, ვღერდი თუ წერდი, მდევდნენ, მეძახდნენ, მიზიდავდნენ ის მწვერვალები. თანდათან ყრიერიანი მოდის, მოაქვს ხაბო და ნასიმინდარი, მოაქვს ამინდი წვიმის და შფოთის, მოაქვს ხეები, მოაქვს მორები, მოაქვს ჭალების სული მცურა. ქარი არც აყვევებულ ატმის ხეს ინდობს. რტოებში აობს ფებერი ქარი, ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს, ტყდება ნანაობს ეთერი ჩქარი, ნანაობს ქარი და მინანაობს. წელს 8 წლის გალაქტიონი ტოვებს მშობლიურ სოფელს და ქუთაისში ჩამოდის. მწვანეში ჩაფლული ქუთაისი თავისი მომხიბლავი პეიზაჟებით, ისტორიული ძეგლებით და მქუხარე რიონით გალაქტიონის პირველი პოეტური შთაგონებაა. წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო, თუ მაისის ქუთაისმა კითხოს ვინახარო, უპასუხე რომ სულ თქვა ხარ, არ კი უთხრა ვისი, ისეც იგრძნობს ქუთაისი, ჩემი ქუთაისი. ქუთაისში გალაქტიონი სასულიერო სასწავლებელში სწავლობს. აქ გალაქტიონზე დიდი გავლენა მოახდინა ბაგრატის ტაძრის ნანგრევებმა. 10 წლის გალაქტიონმა დაწერა პირველი ლექსი ნანგრევების საიდუმლოება. 1905 წელს პოეტი მოწმე გახდა, როგორ აღდგა ჩვენი ხალხი თავისუფლების მოსაპოვებლად. ამ დღეებს უძღვნა ლექსი 1 მაისი, რომელიც წაიკითხა ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან არალეგალურ შეკრებას. 1908 წელს გალაქტიონი თბილისში ჩამოდის და სასულიერო სემინარიის მოწაფე ხდება. სემინარიაში გამოდის ხელნაწერი ჟურნალის შუქი, რომელსაც გალაქტიონი რედაქტორობს.
ჟურნალს თავფურცელზე მიწერილი ჰქონდა მისი საპროგრამო ლექსი. გააბე ბნელი, ნაცვლად ნათელი, გადმოაფინე ტანჯვის არეს, რომ შენი სხივით, იმედით ტკბილით ამუგეშებდე ტანჯულ მწუხარეს. სემინარიაში გალაქტიონი მეტი მონდომებით განაგრძობს ლექსების წერას და ბეჭდავს კიდეც. აი როგორ იგონებს იგი თავისი პირველი ლექსების გამოქვეყნებას. როდესაც ჩემი პირველი ლექსი დაიბეჭდა, მე მეჩვენებოდა, რომ სადღაც გაიღო კარი და მე ვიწრო ბნელი სარკმლიდან ამოვედი, სადაც თვალი გამიწვდებოდა, იყო მზე, მოძრაობა და სინათლე. ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის დნება. სიო სარკმლით მონაქროლი ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბელს. სიო არხებს და ატოკებს ჩემ სარკმლის წინიასამას. ცამ ტრედისფერ ლურჯ სვეტებით ისი არის დასერილი, ისი არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი. დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ უმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ, რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. გალაქტიონი ისევ ქუთაისში ბრუნდება. აქ ხვდება იგი თავის სათაყვანო პოეტს აკაკის. ქუთაისშივე უახლოვდება გალაქტიონი ოლღა ოგუჯავას და თავისი ცხოვრების მეგობრად ირჩევს. ამავე პერიოდში აქვეყნებს თავის უკტავ ლექსს. შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი იმ ღამეს მაგ თვალთა გვდომა, სანდომიან ცისელვა და ფერი, მწუხარე იყო ვით შემოდგომა, ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი, სად მატარებდა, ხედვა მინძიმდა, ქუჩაში მძაფრი დახქროდა ქარი და განუწყვეტლივ წმინდა და წვიმდა. ქუთაისიდან გალაქტიონი პეტროგრადში მიდის. გემშვიდობებით მშობლიურო ჩვენო გორებო, თქვენს ნანგრევებო ციხის და ტაძრის. გემშვიდობებით მეძნელება ეს განშორება, როგორც ლოდინი ბრძოლების მკაცრის. პეტროგრადის მხურვალე რევოლუციურმა დღეებმა აღაფრთოვანა გალაქტიონი. გათენდა ცეცხლის მზე აენთო აცურდა, დროშები ჩქარა. თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა, დროშები ჩქარა. დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს, ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლით აღვარა, მათო სოვნას ქვეყანა სანთლება დაინთებს, დროშები ჩქარა. წითელ დროშის ქვეშ საომრად მდგარი, მომსწრე გრიგალთა დღეების ბნელის, ფაბრიკად რიგი, ქარხნების ჯარი, უცდიან ლევილს. დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოსი, ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს ჩვენ პოეტები საქართველოს. ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი, მხოლოდ მე ერთი გადავჭი მსავრი, რომ გამომევლო ჯერ არ სმენილი ქარტეხილები ცეცხლთა თენისა და მომეტანა საქართველოში სიმღერა ქვეყნის გადარჩენისა. 1921 წელს გალაქტიონი წერს, თბილისი ცოტა გამოიცვალა. ჩვენთვის მოუწია დიდებული ხელოვნების სასახლე, მაჩაბლის ქუჩა ნომერ 13-ში. მე დროებით აქ ვცხოვრობ. ჯერ არასდროს არ ყოფილა ვარიაციის ხნარი. უმარებით შემოსილი შეღამების ქსარი ქროლით იწვევს, ცისფერლანდებს და ხებში აქსოვს, ასე ჩუნი, ასე ნაზი კერცანდი არ მასს. ფარე თითქოს ზამბახია შუქთან თალიმ ძილით და მის შუქში გახეული სუბუქსის მარივით მოსჭას თვარიდან მეტეხი თეთრად მელარე, არასდროს არ ყოფილა ასე ნაზი ფარე. აქ შემსახლო აკაკის ლანს ზინავს მეპურძილით, აქ სტებიან სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეპიდემიურ ვარსკვლავების ქსტომან მხიარული, ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული. ამქერი ჩამავალ მზით ნაფერი, ელვარებდა ნაპირის სამუდამო მხარეში, არ ჩანდა შენაპირი ვერ ვნახე ვერაფერი, ცივდა მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
გაქრავნება წამება როგორც ღამის ზმანება, ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში, ვით ცეცხლის ხეტიალი როგორც ბედის ტრიალი, ჩქარი გორგვინვა გრიალი თქრიან ლურჯა ცხენები. მოხდება ხოლმე სამიზი დავს განუსაზღვრელი, ვარსკვლავთა შორის ხივთა ტბაში არ ამყავს თოვლი. ბრძანებ ტყის ქერში გაჩუმდება ნიავი ნელი, ვიტყვი და თრთოლად გადიქცევა ვერხვის ფოთოლი. მზე ჩემთვის ბწყინავს და მეფე ვარ ყოვლის მოქმედი. 1922 წელს გალაქტიონი აარსებს ჟურნალს გალაქტიონ ტაბიძე. პირველი ნომრის მოწინავე წერილში იგი გვაძლევს ქართული საბჭოთა პოეზიის პირველ მანიფესტს. მეგაძახით თქვენ, გმირებო, შემოქმედებით სავსე ახალგაზრდობა. შეითვისეთ და შეიყვარეთ ახალი საქართველოს ხმა. გამარჯვება ან სიკვდილი. 1928 წელს გალაქტიონი მონაწილეობდა კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში. 1935 წელს პარიზში შედგა კულტურის დაცვის პირველი მსოფლიო კონგრესი, რომლის მუშაობაშიაც მონაწილეობდა გალაქტიონი. ამავე წლებში იგი იღებს მთავრობის უმაღლეს ჯილდოს, ლენინის ორდენს და სახალხო პოეტის წოდებას. საქართველოს განახლებით აღფრთოვანებულია გალაქტიონი. რევოლუციურს, ჯერ არ ნახულს, ჯერ არ გაგონილს, უდიდეს თავის ნებისყოფით გმირულს, უაღრეს, თვალწინ გადაშტილ გარდატეხად უდიადეს აზრს, მრავალი ათას მტკიცე ძაფი დაკავშირებულს, აღფრთოვანებას მასებისას, მილიარდიან ძლიერ ტალღებად რომ მიღელავს ახალი ძალი, უსასტიკესი დაჟინებით რომ ანგრევს კარებს, მილიონების უფართვეს ჰორიზონტებთან, გრევას, ონგრევას, დაუნდობელ მგრევას ძველისას, კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გავიდეთ მზეზე, ულმობელ ტრიალს ისტორიის მედგარი ბორბლის, რევოლუციურ საქართველოს, ნახტომს უდიდეს, უზარმაზარს, განსაცვიფრებელს, რევოლუციურს, ჯერ არ ნახულ, ჯერ არ გაგონილს, ვაშა ამახალ საქართველოს, ვაშა შენებას. ნაზიდა, ან როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა, მაღლა ნიკორწმინდა, რა განძი გქონია, რა მხნე, რა მდიდარი, ჟღერს ქვის ჰარმონია, დარობს რა მდიდარი, კარგად გამოჰკვეთა, ვინაც გამოჰკვეთა, სიბრძნით გამოჰკვეთა მძლავრი ნიკორწმინდა. შენ ფთა მოგუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს უახლესი, მძლავრი ხელოვნება, ხალხის ხელოვნება, წინავს საქართველოს კებად, ნიკორწმინდა. გალაქტიონის პოეზიის ძირითადი თემაა პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ფიცავ, რომ დავიცავ შენს დიდებას, წინაპართა ძვლებს დავიცავ. ეს ლექსი დიდი პატრიოტული ძალით ჟღერს, ამიტომ გახდა უაღრესად პოპულარული ომის დროს. მამულო, გრძნობა შენი მოვლისა, მარად ყველა ჩვენთაგანი სვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, თქვა სამშობლო უპირველეს ყოვლისა. საქართველოში არ ყოფილა კუთხე, სადაც გალაქტიონის სასურველის სტუმარი არ ყოფილიყოს. დიდებულია საუკუნის ეს ნახევარი. Tadvirplis ჩააყრა ფუძემდებელ დღესამრხევარი და რომ მეორე ნახევრისა გევართ კიდეზე, აი მიზეზი ახტაცებით, აი მიზეზი. ასე ბრწყინვალე, ასე ლაღი, ასე სახალხო, რომ თენდება გულო, როგორ არ გამაყო. ჩვენია იგი მომავალი უდიდესი, აი მიზეზი და კიდევ მიზეზი.
გალაქტიონი ესტუმრა თავის მშობლიურ კერას, ჭყვიშს. ხშირად აშრიალდება ტირიფების მწვერვალი და მეძახის და არ არის საშველი. შენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს, არ გახსენდება დიდი შარაგსა, შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს, აღარ გაუბა მთებს ლაპარაკს. არ გაგონდება ჩვენი თუთები, არ გაგონდება ჩვენი ფშანები, არც შორის სახლი ნასათუთები, არც ღრუბლიან დღის კაეშანები. დავბრუნდეთ ხანდახან ალვებთან, ჩვენ თვალწინ იგივე ველია, სადაც ჩვენ ოდესმე მღეროდით, ოდელა დელა დელია. სახლი მარჯანიშვილის ქუჩას. ოთახი, სადაც უძილო ღამეებს ატარებდა გალაქტიონი. ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით. დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით. გადიარეს გრიგალებმა, დღეს ის წიგნი არ ვინ იცის და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის. დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე, ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით და იგი დავათავე და ვფიქრობდი, ჩემს შავ წიგნში თუ არ სმეთქი რამ ისეთი, რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი. და მეწვია შემდეგ ეჭვი და მომწყინდა იგი მცნება, ვთქვი, სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება. საქართველოს დეკადაში მონაწილეობდა გალაქტიონი, რომელსაც რუსეთის საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა. უდიდესი გზნობა სახლე ლენინის გულმა აქ დასახლა. მრავალზე მრავალ უხმობს მომავალს ამხანაგებო როშები მაღლა. ატომი მაგრამ აწოხის გახლა. ვადიოთ შრომა, დავსჯოთ დაღლა, კაცობრიობის მშვიდობისათვის როშები მაღლა, მაღლა, სულ მაღლა. 1959 წლის 17 მარტს თბილისი შესძრა მოულოდნელმა ცნობამ. გარდაიცვალა გალაქტიონი. მე მოვდე სიმღერებში თვის სევდიან გერდად, on თვართულ ღამეს სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმაროეთ შეისხაციდან სამდე ფები და გაშალა ოცნებათა ლურჯი ალკდები, როგორ გზნობ რომ სულისთვისთან ზღვაურო აღზარდა, სიკვდილის გზა რა არის ვადის ფერგზის გარდა, რომ გზაზე ზღაპარია მგოცან სიტამავე, როგორც როსტერ ყოფილაზე ნაზი ღამე რომ აჩდინო, მეცას ახლოს სიკვდილს ლეგები, რომ მეფევარ და პოეტი და სიმღერის მტები, რომ დაკვება და უგდეს სენსთან შემიგნარი. არ ყოფდა მარე ასე ფლეშ. წელიწადები წავლიან ძველნი, შეიცვლებიან ქარით სიონი, როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაქტიონი. ჩემმა ახალგაზრდობამ, დღემან პირმომცინარემ, განლოვით გაზაფხულის შფოთიანმა მდინარემ, მაგრამ ხან გადასული გული ისევ გულია, არ ვფიქრობ რომ ყოველი უქმად დაკარგულია.